გამარჯობა მოგესალმებით ყველას, გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს, ბედნიერი ხვავიანი წელი ყოფილიყო და ეს ცეცხლოვანი ცხენი შემოვარდნილი იყოს თქვენს ცხოვრებაში და ბედნიერება შემოეტანოს. ეხლა რატო ვთავ ამას პატარა მოკლე ის არის რა ქვია ჩაწერა. დღეს ვიჭყლიტავდით თქვენ როგორ შეგვიძლია გავუშვათ ერთ სივრცეში ფხალი ან სხვადასხვა კერძები და უცებ ეს რაღაცნაირად ესე ჩამოვყალებდი და ძალიან საინტერესო იდეაა. ნახეთ, ნებისმიერი კერძი, რომელიც ახლა წვნიანი არ არის, აი ესეთი კუბები დავჭერი პერგამენტისგან, ან კულინარიუს არაქის ქაღალდს, რასაც ვეძახი. აი ესე შეხედეთ, როგორ ლამაზად და ორიგინალურად მოთავსდება. ერთ მხარეს ჩადებ ერთს, მე აიღებ სხვა რაღაცას, ვიფიქრე როგორ გავაკეთო ისე რომ არ ავზილო ერთმანეთში ეს სამი ფხალი და ერთი კონტეინერში მოვაქციო და არ ავზილო და თერებიც არ გადაუვიდეთ. შეხედე როგორ ორიგინალურად და სიმპათიურად გადის მერე. ეს მესიჯი კარგი იქნება კოლეგებისთვის, ზარეულებისთვის, იმ რესტორნებისთვის, რომლებსაც შეგიძლიათ, რომელსაც მუშაობ, ხო, გატანის სერვისზე და რომელსაც შეგიძლიათ მერე უშუალოდ გამოიყენოთ ეს იდეა, აი ესე ლამაზად ტრადიციებს რო არ გავექცეთ და აი ესე ორიგინალურად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხოლმე ერთჯერადი მუყაოს 5 დაზოგოთ ასე ვთქვათ 5 და გავფრთხილდეთ გარემოს და ჩვენ ჯიბეს მრავალი ახალი წელი